ყოფილი დამოკიდებული ესე არ არსებობს. სულ რაღაცა ბომბზე ხარ? ხო, იცი რა არის? ეგრე ვამბობთ რა, რომ ყოფილი დამოკიდებული არ არსებობს, მაგრამ მითი ის, რომ ყოფილი მომხმარებელიც არ არსებობს, ეგ ტყუილი. ანუ წარსულში თუ ალკოჰოლს მოიხმარდი და ეხლა აღარ მოიხმარ, ანუ შენ ყოფილი მომხმარებელი ხარ. მაგრამ გამოჯამთელებაზე პასუხისმგებლობა არის მთელი ცხოვრების გამოწვევა რა, იმიტომ რომ დამოკიდებული ადამიანის ტვინი როგორც კი ერთ კლუბს დაალევს, ეს ტვინში არსებული რაღაც ნეირონები იმ წუთასვე გაცოცხლდებიან და თრობისკენ მიდრეკილი შენი ტვინი აუცილებლად მოითხოვს, რომ ისევ დათვრე რა. ანუ ეს თრობა რა ნებისმიერ სუბსტანციას გულისხმობს. ხო და მაგიტომ არის დამოკიდებულება ქრონიკულ დაავადებას ვამბობთ ეგრე, რომ აი მუდმივად მასთან ერთად თანაცხოვრებ. ხო, ეს არ ნიშნავს, რომ სულ კბილებით გიჭირავს და ცუდად ხარ და პირიქით. ანუ დამოკიდებული ადამიანის აი ცხოვრება რა როგორ იყოფა, იცი, რომ რაღაც აი მე რა ცხოვრებას მოდის, მაგას ნორმატიული ადამიანი ვერ შეიგრძნოს რა, იმიტომ რომ კონტრასტი რას გიშვება, იცი, აი ყოველდღე ხარ რაღაც აი ასმაგად ბედნიერი, თითეული გაღვიძება არის არა რუტინული გაღვიძება, არამედ არის სიკვდილიდან გამოფხიზლება თავიდან დაბადების